მამა გაბრიელის გარშემო მორწმუნეთა ნებათაღელვა დროდადრო ხდება პოსტსკრიპტუმის ობიექტივში. ახლა მისი ხატიდან წამოსული მირონით გიორგი გვიშიანი დაინტერესდა და სხვა ბევრი საინტერესო არაჩვეულებრივი ამბავი შეიტყო. ღამის 4 საათი იქნებოდა, როცა არსენაძეების ოჯახი მინის მტრევის საზარელმა ხმამ გამოაღვიძა. ხმაურის მიზეზის დადგენისას გაირკვა, რომ ამ ოჯახის მიერ აღდგომის დღესასწაულზე ნაყიდი მამა გაბრიელის ჩარჩოში ჩასმული ხატის მინა მთლიანად დაფშვნილი იყო. პატრიარქს რო ვუთხარით, რატო მოხდა ესეთი რაღაცა, ეს ხატი რატომ გატყდა ეს მინა, გითხრა რომ რაღაცა განსაცდელი მოდიოდა ოჯახზე, რომელმაც ხატმა აცილა თავიდან და თავის თავზე აიღო ის განსაცდელი. ამის შემდეგ მოვლენები კიდევ უფრო საოცრად განვითარდა. მამა გაბრიელის ამ ხატმა მირონ დენა დაიწყო. ამას მოსდის მირონი უკვე 7 თვე ხდება. 2 თვე ხდება, რაც ამათ მოსდის მირონი ამ ხატებს და სურათებს და 1 თვე არ არის, რაც ამ ხატს დაიწყო მირონ დენა. მოსდის დიდი რაოდენობით, სადღაც ლიტრამდე ვაგროვებთ მირონს. სახლში სალოცავი კუთხე მაკაესაკეამ ამ უცნაური მოვლენის შემდეგ მოაწყო. ხატების ნაწილი თავად შეიძინა. ნაწილი კი მომლოცველებმა მიართვეს. თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ უამრავი ხატიდან მირონი მხოლოდ მამა გაბრიელის ხატებსა და სურათებს სდით. გამომეცხადა მამა გაბრიელი ზუსტად აი ესეთი როგორც აქ არის და მითხრა ესეთი სიტყვები, შენთვის არაფერი არ უთქვამსო და არა მეთქი და მაშინ მე კიდევ მოვალო. აი ესეთი სიტყვები მითხრა. დილით რომ გამოვედი საძინებლიდან, ვხედავ რომ დანარჩენ ხატებსაც აქვს მირონ დენა დაწყებული, მარტო მამა გაბრიელისაც. ვიფიქრე ის მე კიდევ მოვალ, მისი სიტყვები გვანიშნებდა იმას, რომ მისი მოსვლა გვანიშნა ამით, რომ დანარჩენ ხატებსაც წამოსვლოდა მირონი. ამ სასწაულებრივი გამოცხადებისას მამა გაბრიელმა მაკას კიდევ ერთი რამ აუწყა. შენ იმიტომ მაგარჩია, ისეთი მადლიანი გოგო ხარო, ვისაც შენ წაусმევ, ყველა ადამიანი განიკურნება. სასულიერო პირებმა მაკას მირონცხების კურთხევა მისცეს და როგორც თავად ამბობს, მორწმუნეთა სასწაულებრივმა განკურნებებმაც არ დააყოვნა. განკურნებული ყავს ამ ჩვენი მირონით, 3 ამეტყველებული, 1 სიმსივნიანი, 2 ფეხების ტკივილით. ხატებიდან მირონ დენისა და სასწაულებრივი განკურნების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ არსენაძეების ოჯახში მომლოცველთა რიგები არ წყდება. ინტერნეტში, Facebook-ზე ვეღავე ჩემ და მაშინ გავიგე და დღეს სამსახურიდან დიდი ერთი სული და გულით ველოდოთ როდის გამოვიდე და წამოვიდე, იმიტომ ჩემთვის მამა გაბრიელი არის ერთადერთი სული შვილი. სასწაულებრივი მირონის ცხების მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ოჯახი იძულებული გახდა მიღების საათები დაედგინა. არ არის პარასკევი, შაბათი, კვირა მიღება, არის 2 შაბათი, 3 შაბათი, 4 შაბათი, 5 შაბათი, 6 საათიდან 9:30-მდე. ლოტკინის დასახლებაში ახტალის ქუჩაზე არსენაძეების სახლის გვერდით ოთარ ექიზაშვილის ავტოსახელოსნოა. მას საქმიანობიდან გამომდინარე მეზობლის კარმი დამოსთვის თვალის დევნება ძალაუნებურად უწევს. აქ ვერ გაივლის საღამოთი, მიღების ღერო არის და საერთოდ ისა და ესა მანქანისტე არ არის რა. ავადმყოფები მოდიან ბავშვები და ეგეთი რაღაცა რა, კურნალობს რა, იმენად შვებას აძლევს და ძალიან სასწაული რაღაცაა რა. იმ მორწმუნეებს შორის, ვინც მირონდენი ხატების მოსანახულებლად მივიდა, დედაშვილი ლიკა ალიმბარაშვილი და ირინა მაისურაძეც იყვნენ. ლოცვისა და მირონცხების შემდეგ ისინი შინ დაბრუნდნენ. ჩამოვედით სახლში და სულ რაღაც 5 წუთში შუბლზე მირონცხებული გადამექცა წითლად, წითელი ფერის ქონდა. მირონის ამ უცნაურ სახეცვლილებას დედაშვილმა ფოტოები გადაუღო, თუმცა სასწაულები ამით არ დასრულებულა. სისხლის მაგვარი სითხის გამოყოფა იმ პატარა ტომსიკამაც დაიწყო, რომელიც გოგონას გულზე ჰქონდა მიმაგრებული და რომელშიც მამა გაბრიელის საფლავიდან აღებული მიწა ინახებოდა. 2 დღე მოდიოდა წითელი ფერის, მე შემდეგ 2 დღე უფერული და შეწყდა. შვილისთვის მამა გაბრიელის საფლავიდან აღებული მიწის გულზე დაბნევა ირინკას დედას ექიმების მიერ გოგონასათვის დასმულმა გულის სრული ავე ბლოკადის დიაგნოზმა და ერთმა უცნაურმა შემთხვევამ გადააწყვეტინა. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები, როდესაც იყო სამებას ჩამობძანებული, მაშინ ხო დავდიოდით ჩვეულებრივად და მაშინ გამომეცხადა, მე და ირინა ვიყავით მისულები და მე მოუყევი ირინას პრობლემა.
და დაგვლოცა მან და დამაწყნარა, რომ არ უნდა მენერვიულა არაფერზე, ყველაფერი კარგად იქნებოდა და არასოდეს არაფერი არ დაჭირდებოდა ირინას. დალაქავებული მაისურები ოჯახს შენახული ჰქონდა. ისინი პოსტსკრიპტუმის შეთავაზებას ამ სასწაულებრივი მოვლენის მეცნიერული ახსნის თაობაზე დათანხმდნენ და სამოსი ექსპერტიზის ბიუროში გადაიგზავნა. და შედეგით დასრულდება მაისურზე უცნაურად გაჩენილი სითხის კვლევა ჩვენი მაყურებლისთვის მომავალ კვირას გახდება ცნობილი.